მითი თუ რეალობა რუსთავის მწვანე ქალაქად გადაქცევის პერსპექტივა და რუსთავის მერის დავით ჯიქიას წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტი. ჩვენ გასული თვეების არქივს გადავხედეთ და დღეს ის ტერიტორიებიც გადავიღეთ, სადაც დაახლოებით 1 წლის წინ მასშტაბური გამწვანების აქციები დაიგეგმა და ჩატარდა. ჩვენ ვნახეთ და ახლა თქვენც მოგიყვებით, რომ სცენარები, რომელიც ქალაქის გარეუბნებში დარგეს, აქციის ორგანიზატორების გულგრილობისა თუ სხვა მიზეზების გამო აღარ არსებობს. სადაიკარგა მწვანე ქალაქი ქრისტინა ასლამაზაშვილი მოგიყვებათ. ჩვენ დავიბრუნებთ იაღლუჯის ფერდობს და გამწვანების ისეთ პროექტებს განვახორციელებთ, რომელიც მთლიანად შეცვლის ქალაქის ფლორას. ეს იაღლუჯის ფერდობია ამ საარჩევნო დაპირებიდან თითქმის 1 წლის შემდეგ. რუსთავის მერის წინასაარჩევნო დაპირება და რუსთავში განსახორციელებელი უპრეცედენტო პროექტი, რომელიც იაღლუჯის ფერდობის გამწვანებას ითვალისწინებდა, ამ დრომდე დაწყებული არ არის. გამწვანების აქციები რუსთავის მერიამ 2014 წელს ნამდვილად განახორციელა და არაერთი. მე როგორც მერობის კანდიდატ ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიაში ერთ-ერთი პრიორიტეტია დასახული გოქის არის გამწვანება, ანუ ქალაქის გამწვანება, ქალაქის იერსახის შეცვლა. ამ ტერიტორიაზე დაახლოებით წელიწად ნახევრის წინ მასშტაბური გამწვანების აქცია მოეწყო. მასში რუსთავის მერი დავით ჯიქია ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლებთან ერთად პირადად იღებდა მონაწილეობას. თუმცა დღეს ეს ტერიტორია და შესაბამისად ქალაქის მწვანე მომავლის პერსპექტივა მივიწყებულია. აქ დღეს ვერცერთ გადარჩენილ ხეს ვერ შეხვდებით. 1 წლის შემდეგ სურათი ასეთია. ტერიტორიაზე დღეს არც ერთი ნერგი აღარ არის. მსგავსია სიტუაცია ქალაქის გარეუბნებშიც, სადაც ქალაქის მერმა მასშტაბური გამწვანების აქციები ჩაატარა. აგერ აქ დარგეს ხეები, აგერ გაამწვანეს. მე მოვითხოვეთ, რომ მოგვიტანეთ შლანგი წყლისა, რომ მოგვერწყა. მაგრამ რა ვიცი, აღარაფერი აღარ მოუტანიათ, აბა არც ერთი ხე აღარ არის. თვითონ თუ მოსულან ორგანიზატორები ყურადღებას თუ აქცევდნენ, თუ რწყავდნენ? არავინ არ მოსულა. მე რა ვიცი, მე არ დამინახია მოსულა. თუ ვინმე სხვა მეზობლებმა დაინახეს, ვერ გეტყვით. თქვენაზე თუნდა ხდებოდეს, შენ როცა რგავენ, შემდეგ მათი მოლაპატრონობა იმათი მხრიდან, ვინც ამას რგავს? შეიძლება ჩვენი მოვალეობა უფრო იყო, არ ვიცი ახლა დარგის, მაგრამ მე მგონი როცა გამწვანებას აპირებ, უნდა პირობები შეუქმნა იმ მეზობელს, რომ მოსახლეობას რომ მორწყას. სოთ ქალაქის მერის დაპირება, რომელიც ამბობდა, რომ რუსთავი ერთ-ერთი მწვანე ქალაქი იქნება. ყველაფერი გვახსოვს დაპირება, მაგრამ კი რაღაცები კეთდება, თლად ვერ დაუკარგავთ იმ სიკეთეს, რაც საკეთებენ, მაგრამ რაც არ აკეთდება, იმასაც ავხედავთ. კი, იყო, მაგრამ უწყლობით გაფუჭდა მე. ანუ არავინ არ მოსულა, არ აქცევდნენ ყურადღებას, ან არ წყავდნენ. შლანგებს მოგიტან თუ გითხრეს და არც მოსულან, არც ახლა ხეები საერთოდ არ არის, ხო, მაგ რაც დარგეს? ხო, არა, აბა ცარელია. აუცილებელია რომ გამწვანებული იყოს რუსთავ ქალაქი და ის ძველი რაც ქონდა ადრე აღდგეს ყველაფერი და დაემსგავსოს ძველ რუსთავს. თქვენ თუ ხედავთ რომ ხდება ამ სცენარებს მოლაპატრონობა? არა, მე არ დამინახია რომ უვლიდეს ვინმე ქალაქში სცენარებს, ახებს. თქვენ გახსოვთ რუსთავის მერის დაპირება, რომელიც ამბობდა რომ რუსთავი იქნება ერთ-ერთი მწვანე ქალაქი. აი ამის შემდეგ რამე შესრულდა თქვენი აზრით? არა მგონი, არაფერი. ეს ხეები როგორც იყო, ისეთ განან ახლაც. არის მაგის საშუალება, რომ მორწყან. არ 1000 საშუალებები არსებობს, სახანძროს მანქანები მაგისთვის არსებობს, ხო? წყლის რეზერვუარები გააჩნიან და უნდა მორწყან, რა თქმა უნდა, რომ რაღაც დროზე მოხდეს მათი გახარება და მე თვითონ გაიხარებს და აღარაფერი ჭირდება უკვე. ქალაქის მერის საარჩევნო დაპირებამ 2014 წელს მოსახლეობის დიდი მოწონება დაიმსახურა. გამწვანებული რუსთავი თითეული მოქალაქის ოცნება იყო. რამ გადააწყვეტინა ქალაქის მერს აქციების ჩატარება, თუ დარგული ხეების მოლაპატრონობას მომავალში ვეღარ შეძლებდა გაურკვეველია. მწვანე ქალაქი რუსთაველებს ისევ ოცნებად დარჩა.